ვიღაცის მოგონების ალღერძელო ხომ დაგილევიათ. უფრო ხშირად ფეხზე ადგომით. გარშემო ყველა რო ჩუმდება და თამადას უსმენს, ყველაზე მთვრალიც კი. სასაფლაოზე ჭიქაც ხომ წაგიქცევიათ ახლობლისთვის. დარჩენილი ღვინის ნახევარი მერე ჯვრის ფორმით ხომ მოგისხამთ ზემოდან. ხომ გითქვამთ, გაანათლოს. მარადიული ხსოვნა არ დავიწყება, ვინც გული დაგწყვიტა, ვინც უდრო წასულა, ვინც თვალს წაეშალა და გულს არა. იმის ლამას სულს გაუმარჯოს. ნათელი და სანთელი მის სულს, ვინც ჩვენი ხელით შენდობას მოელის. აქაც კარგი კაცი იყო იქ ნათელი და ადგესა, ვინც აქ სიცოცხლეს გვიადვილებს და იქ სიკვდილს გაგვიადვილებს. ღმერთს თავისთვის საუკეთესოები უნდა ცხონება იყოს. ავით, ესენი ხომ გითქვამთ. სტანდარტული ფრაზებია და ვერცად გაექცევით. ასე ვამბობთ ხოლმე ყოველთვის იმაზე, ვისაც გვერდით ვერ ხედავთ. მაგრამ გაგვიგონია რომ რაღაც სულ ჩვენს გვერდით არიან სხვა განზომილებაში, მაგრამ არიან. იქ ლოცულობენ ჩვენთვის, იქიდან ზრუნავენ, იქიდან გვიფარავენ. ხო და ერთი ეგეთი ტკბილი და მურაბა კაცია ჩვენი ომბუდსმენი. ადრე ომბუდსუმენი ყავდა და ის ვიცოდით. ჩანდა, მუშაობდა, დადიოდა, ლაპარაკობდა. ახლა ყავს ვიღაც, რომლის სახელიც ვიცით, ლევან იოსელიანი, მაგრამ აღარ ვიცით რას აკეთებს. აკეთებს კი რამეს. გოგოებს გადაუარეს, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. ბიჭებს გადაუარეს და სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. ჟურნალისტები ჩაყარეს ციხეებში, სად არის შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. ექიმები ჩაყარეს ციხეებში, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. კიბოიანი ადამიანები ჩაყარეს ციხეებში, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. მომაკვდავი მშობლების ერთადერთი პატრონის შვილები ჩაყარეს ციხეებში და ის მშობლები დახოცეს, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. პატიმრებს წერილების წერა აუგზალეს, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. პოეტს ქაღალდი და კალამი აუგზალეს ციხეში, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. პოლიტიკური პარტიის მეტნაკლებად ცნობადი ლიდერი არ დატოვეს ციხის გარეთ, სადაა შენი ომბუდსმენი? ფაფუ, არ არის. ასე გრძელდება მგონი 340 დღეა, 11 თვე, ერთ თვეში დამრგვალდება წელიწადი. და იოსელიანი? არა, განა არ არის, არის, მაგრამ ვირტუალურ რეალობაში, სხვა განაა. პარალელურ სამყაროში, იქ სადაც იგი არ არის ჭირი მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. იქ სადაც ყველაფერი მშვიდადაა, სადაც დემოკრატია ზეიმობს, სადაც ადამიანის უფლებები ხელისუფლების მთავარი საზრუნავია, სადაც არჩევნების შედეგში ეჭვი უბრალოდ არავის ეპარება, სადაც მრავალპარტიული პარლამენტი და მუნიციპალური საკრებულოები განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმათა ჯანსაღის აფიხნოა, სადაც სასამართლო მხარეთა დისკუსიის პროფესიული ასპარეზია, სადაც მთავრობის წევრობა სისპეტაკისა და პატიოსნების სიმბოლოა, სადაც ხელისუფლება მუხლ ჩაუხრელად შრომობს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სადაც მედია და სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებითაა დაფასებული, როგორც დემოკრატიის ბურჯი. აი, ასეთ საოცნებო საქართველოში ცხოვრობს ვინმე ლევან იოსელიანი. გინდათ მის პარალელურ სამყაროში გაგეხსნათ პანჯარა. წამოვყევით უსაინტერესოეს მოგზაურობას გთავაზობთ. ფიქრობთ, რომ ცოტა ადამიანმა ხელოვნურად არ უნდა გადაკეტოს გზა? მე არ ვფიქრობ, ასე წერია ყველა საერთაშორისო აქტში, კანონში, გადაწყვეტილებებში. ეს ჩემი არ ვფიქრობ. ღმერთია მოწმე სადა დიანა ტრაპაიძემ ამ ქვეყნის უმრავლესობისთვის შეეხსენებინა, რომ დამცველი ხავთ, რომ ის თვალს ადევნებს რა ხდება ქვეყანაში. აანალიზებს, წერს, კითხულობს, ლაპარაკობს, კერდით იცავს ბოლო-ბოლო გოგოვიჭებს გავეშებული რეჟიმისგან და მისი ტიტუშკებისგან. მაგრამ იოსელიანს რომ ეგდავლება არ აქვს თავის ხაზინისგან. იოსელიანი რომ მათ თანამდებობაზე ამისთვის არ დაუდიათ, აბარისთვის დადეს. აი ომბუდსმენის ვებგვერდი. ჩაუყვეთ მის აქტუალურ თემებს. აგერ კაცი მალტაზე წასულა. ოღონდ მარტო კი არა, მოადგილეს წაუყვანია, სადაც მონაწილეობდნენ კონფერენციაში კარგი მმართველობის უფლების რეალიზაციის შესახებ. ამბავი კი ერთი კვირის დაგვიანებით გამოაქვეყნეს მერე. ამას გვიმალავთ, დიდოთ ნოლევან. და რასაკეთებდა ეს პატივსაცემი კაცი მალტიდან ჩამოსulis შემდეგ. იქაური საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეძენილი ცოდნითა და სტიმულით უკვე. დუშეთში წასულა და გაუხსნი აპარატის მე-11 რეგიონული ოფისი. კიდევ იუსტიციის სამინისტროს გაუზიარებია ჩვენი სახალხო დამცველის მოთხოვნა პატიმრების დაზიანების აღრიცხვის წესთან დაკავშირებით. განა დაზიანების დაუშვებლობასთან, პრევენციასთან, ქუდულ გარჩევებთან დაკავშირებით, რომ არავის არაფერი დაემართოს, არამედ დაზიანების სწორ აღრიცხვასთან დაკავშირებით. კი, საშური საქმეა. მოკლედ შრომობს ეს კაცი. აკეთებს, რასაც ავალებენ. ამბობს, რაზეც აძლევენ ხმის ამოღების უფლებას. თუ არ აძლევენ, რას იზამს? იჯდება კუთხეში და შეჭამს მაწონს თავისთვის. რა თქვი მაწონსო? ბოდიშ მოიხადეთ. 2026 წლიდან ომბუდსმენის ხელფასი 14400 ლარი ხდება. თვეში. ახლა რომ იცოდეთ, აქვს 13140 ლარი. იანვრიდან 2 თვეში კი 1260 ლარი კიდევ დაემატება. თქვენი რა მიდის? არა, თქვენიც მიდის, იმიტომ რომ ხელფას ამ ღრმად პატივცემულ გვამს თქვენ უხდით.
თქვენი ფულით ჭამს, თქვენი ფულით სვამს, თქვენი ფულით დადის მალტაზე და თქვენი ფულით დუმს. ხო, აი, ზუსტად მაგაში უმატებენ ხელფასს. ესაა ზუსტად ის კაცი, რომ გაინტერესებდა დუმილი ოქრორჩეული ვისთვისაო, ვისთვის და ლევან იოსელიანისთვის. არ დავიწყება მის სახელს. კაცისას, რომელსაც უკვე ბუზი და მკბენარი დაეხვა, იმიტომ რომ ხელი ზედმეტად გატოკების არც უფლება აქვს და არც სურვილი სამწუხაროდ.